22 თებერვალს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მამა გაბრიელის ნეშტს გადაასვენებს. წმინდანად აღიარებული ამ საეკლესიო მოღვაწის გარშემო ბევრი ლეგენდა, მითი და ცრურწმენა წარმოიშვა. მაგალითისათვის 300 მეტრის რადიუსისა, რომელშიც სასწauლებრივი განკურნება მოხდება. მრევლსა და საზოგადოებაში იმდენად დიდი ინტერესია, რომ ეკლესიის მესვეურები შიშობენ მომავალ შაბათს იქ მასობრივი ჭყლედა არ მოხდეს. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით. ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობას თქვით დიდი ცოდვილისა, მამა გაბრიელის ანდერძიდან. მას შემდეგ მის საფლავზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ლოცულობს. დიდი თუ პატარა ცდილობს მიწას ხელით შეეხოს. დებენ პირად ნივთებს, ფოტოებს, ჯვრებს, იცხებენ ზეთს, მოდიან და შესთხოვენ ბედნიერ მომავალს ან განკურნებას. უკვე ცნობილია, რომ დიდმარხვამდე წმინდანი ბერი გაბრიელის საფლავს გახსნიან და მის ნეშტს სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენებენ. დედათა მონასტერში მამა გაბრიელის განსასვენებელი ტაძრის იმ კუთხეში იქნება, სადაც მისი ხატია დაბრძანებული. დასავლეთის კარიდან მარცხნივ მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავების მოპირდაპირე მხარეს. ამ სავარაუდო ადგილს საპატრიარქო გვისახელებს. კანდელი და ის სანთელი, რომელიც ყოველთვის იყო იქ, ის აუცილებლად დარჩება. ეს წმინდანის საფლავის ატრიბუტია. ზედაპირიდან იქნება ამოწეული მცირედით 20-25 სანტიმეტრით საფლავი, ასე რომ ადამიანებს ექნებათ საშუალება მივიდნენ და შეეხონ. მოხდა კანონიზაცია მამა გაბრიელის, ეს იყო 2012 წელში და იქვე განეჩინა სინოდმა, რომ მოხდეს მისი გადასვენება ტაძარში. შეიძლება საერო სასაფლაოზე აღმოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც წმინდანად იქნება კანონიზირებული, მისი გადასვენება ხდება ხოლმე, ეს საყოველთაოდ მიღებული წესია. ტაძრის ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, დემონტაჟი გაუკეთდა საფლავთან არსებულ დედა პარასკევას კელიას, რომელიც საფლავს უვლის. ბოლო დროს ეს მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. იქ აღარ იქნება მამა გაბრიელის ნეშტი და ამ კელიის არსებობაც იქ თავის აზრს კარგავს. დედა პარასკევა დარჩება მონასტრის წევრად, ის არის სამთავროს დედათა მონასტრის წევრი და ისე როგორც დანარჩენი სხვა მონაზვნები, ისიც იცხოვრებს ჩვეულებრივ მონასტერში. მონასტერში დედები კამერებთან საუბარს ამ ეტაპზე ერიდებიან. გადასვენების საკითხებზე სპეციალურად შექმნილი კომისია მუშაობს. მზადდება წმინდა ნაწილების ჩასასვენებელი ლუსკუმა, რომელსაც ქართული ჩუქურთმები, ვაზის ორნამენტები და ჯვარი ექნება გამოსახული. დაახლოებით 1-20 წლის წინ მითხრა, რომ ერთი ქართული კუბო გამიკეთებოდა. მაშინ ეს რაღაცა ხუმრობად მივიღე და უფროსად ვერ გავიგე რა ხდებოდა. მე უფერო დარეკა და მითხრა, რომ მოკლედ კუბოა გასაკეთებელი ლუსკუმა. გამახსენდა მე ეს ყველაფერი. კუბოში არ ჩაუსვენებიათ, როგორც იცით, მამა გაბრიელი ჭილობშია გახვეული. ეხლა გამოდის, რომ იწინასწარმეტყველა და ახტა ყველაფერი, ხო? მორწმუნეები მამა გაბრიელის სახელს არაერთ სასწაულს უკავშირებენ. არქიმანდრიტი გაბრიელი ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე 1929 წელს დაიბადა. უმცროსი და იხსენებს, რომ ის თავიდანვე ყველასგან გამოირჩეოდა. გაბრიელი ეს არის, გაბრიელი. ვასიკოს ვეძახდით, ვასიკოს. ისე გოდერძია, პასპორტით გოდერძი. ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო. იმისი სიტყვა ისე ჭრიდა, როგორც მახვილი დანა. და გრძნობდი, რომ ის კი არ ლაპარაკობს, აი სული წმინდა, მასში იმდენია, აი ესე იფრქვევა ყველგან. კომუნისტურ ეპოქაში 7 წლის ასაკში შემთხვევით მეზობლების ჩხუბს შესწრებია. მაშინ პირველად მოკრა ყური ფრაზას, რა ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. მას შემდეგ დაინტერესდა, თუ ვინ იყო ქრისტე და რატომ ეწამა. მაგას სწავლა არ უნდოდა. როცა დაუდგა უფლის გზას, მაშინ მხოლოდ კითხულობდა სახარებას და წმინდა მამების წიგნებს. სარწმუნოების გამო დედასაც დაუპირისპირდა, ყრმობაში მონასტერში დადიოდა, ჯარის ასაკმარო მოუწია სამხედრო სამსახურში გაგზავნეს. დაბრუნების შემდეგ ნავთლუხში, სახლის ეზოში ეკლესია თავისი ხელით ააშენა და საცხოვრებლად იქ გადავიდა. აქუჩებდა ხოინგრე დასახლები იქ პადლები და სულ მამოქონდა წმენდა და ასრუ თავებდა აკეთებდა და აი როგორ აქეთ ლუსტრები სულ ნაგვები და ნაკ აი სულ ყიდია და სარავით არ მიუწია.
ვიწრო ოთახები ხატებით და ჯვრებითაა სავსე. ხალხისგან გადაყრილს ქუჩაში აგროვებდა. აქ ყველაფერი ისევ ისეა შემორჩენილი, როგორც მამა გაბრიელმა დატოვა. კომუნისტებმა არაერთხელ დაუნგრიეს, მაგრამ თავიდან ააგო. გადმოცემის თანახმად, აქ განმარტოვებული, გარეთ დიდი ხანი არ გამოდიოდა. ამ ქონდა მამა გაბრიელის მარხვებში, სადაც იძინებდა. ან თვითონ როცა უნდა და მძიმე პერიოდი როცა იყო და მარხულობდა მძიმედ, იქ ჩადიოდა მიწის ქვეშ. ასეთი რაღაცას კი მითხრა, რომ აი მოყვასო, რომ ადამიანებს უყურებ, მის უკან არის არკეო. და ყველაფერს ხედავო, წარსულსაც, აწყოსას და მომავალსა და ესო რომ ნიჭა უფალმაო. ეს ნიჭიო ძალიან ძლელიაო და ტიროდა და ისე მეუბნეოდა ტირილით. გოდერძი ურგებაძემ დიდი გზა გაიარა, სანამ 1955 წელს მოწამეთა მონასტერში ბერ მონაზვნად აღიკვეცა და გაბრიელი ეწოდა. მან სასულიერო პირები ღვთისმსახურების უპატიო პრობაში ამხილა, ამიტომ მას ხშირად უპირისპირდებოდნენ. ქუთაისიდან 3 თვეში იძულებით წამოვიდა. აი ერთი წითელი ღვთელი გარდაიცვალა, არ დავასახელებ იმას და მე გაბრიელმა ლოცვები წავუკითხა და შემოსა ყველანაირად და ღმერთს პატიებას თხოვდა, რომ ის აი ასე იქცეოდა თავის ცხოვრებაში. იქნებ აი პირველად ვიძახი ამას. თითქოს გვიღიმის მე ასეთი შტაბეჭილება ყოველთვის რომ ვუყურებ, ყოველ აი ეს შტაბეჭილება ეს იყო განგება, რომ კომუნისტური რეჟიმის შემდეგ სჭირდებოდა ადამიანებს ზუსტად ასეთი წმინდანი. მეუფე სერაფიმე არქიმანდრიტი გაბრიელის ნაჩუქარ მანტიას სამახსოვროდ ინახავს და მასთან 1990 წელს სიონში პირველ შეხვედრას იხსენებს. შტაბეჭდილება, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ მამა გაბრიელმა, ეს არის ის, რომ არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ეს არ არის ჩვეულებრივი სასულიერო პირი. შეიძლება მისი საქციელის მხედველი ადამიანს და იყვნენ ასეთი ადამიანები, რომელიც ფიქრობდნენ, რომ ეს ადამიანი არ არის ასე ვთქვათ ნორმალური, იყო გარკვეულწილად გარკვეული უკმაყოფილება თუ განგითხვა. ვიგზენი რომ შევხედე, ეს არ იყო მოთამაშე ადამიანი. ეს არ იყო მსახიობი ადამიანი. უდიდესი სიყვარული ვიგზენი მის თვალებში და მის მზერაში. პირველი მონასტერი, რომელიც მამა გაბრიელის სახელობისაა, ბაკურიანთან ახლოს ციხის ჯვარშია. აქ მისი მანტია და ნივთები ინახება. მამა გაბრიელის დახასიათებისას მის განსაკუთრებულ ნიჭს ხშირად აღნიშნავენ. ფაქტიურად აზრების ამოცნობა შეიძლება შეგვედგა ხო ესეთი რამე და მე გულში განვიზრახავდი რომ აი რაღაცა ჩამოვედი და აღსარებით თქვა ვიდა და რაღაც ვერ მოვახერხე ეს აღსარება. ამაში გავიდა რაღაც 1-20 წუთი. და უცებ ეს თბილად ხელი მკრა და რა შემაწუხეო. ხო გითხარი რომ მე რა იტყვი აღსარებაზე, რახან არ მასვენებ, ან წაიკითხა ფაქტიურად ჩემი გულის ტკივილი, რომ შემოტრიალდა აი აბსოლუტურად სხვა თითქოს სახით ბაბა გაბრიელი 4 ცოდვა მითხრა მე რაც უნდა მეთქვა ფაქტიურად. მამა გაბრიელი კომუნისტური წყობის წინააღმდეგ მუდმივად ილაშქრებდა. 1965 წელს საპირველ მაისო აღლუმზე ლენინის 12 მეტრიან სურათს ცეცხლი წაუკიდა, რასაც თავად აუდიო ჩანაწერში იხსენებს. ამაში შემართავს გეუბნებით როგორც გეგავია. ჩვენი კაცობა ღმერთმა დასწეულოს მეთქი. გამიყვანეთ და დამხულით და სადაც ის ძაღლი დახწვილი. მე ვთქვი რომ ღმერთო მოვდივარ საწამებლად. მე ვიცი რომ დახმება. ბერი დააკავეს და ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიუჩინეს. მე ცნობა მაქვს ნანახი არქივში ჯანმრთელობის შესახებ, რომ ეს არის შიზოფრენიული პიროვნება, რომელსაც სჯერა ღმერთის და ანგელოზების ბუტბუტებს, ლოცულობს და ამ ცნობის ნომერი არის 666. თავი დააღწია საავადმყოფოს, მაგრამ ეკლესიაში მსახურებაზე უარი ეთქვა. ცხოვრობდა სალოსური ცხოვრებით და ეკლესიაში წირვებს ესწრებოდა. სამთავროს დედათა მონასტერში ბერი გაბრიელის პირველ მისვლას იხსენებს იღუმენია მარიამი. დაიწყო ცხოვრება საქათმაში, ისე რომ არავისთვის არ უთქვამს. იქამდე სიონში მყავდა ნანა. შემოვიდა და ყვიროდა რაღაცებს იძახდა, რომ აი ოპერაში გონიათ თქვენ თავი და ის ანუ მე მივხვდი რომ ეს ადამიანი გვეჩხუბებოდა რომ ჩვენ ისე არ ვდგევართ ღვთის წინაშე როგორც უნდა ვიდგეთ და კი ყვიროდა, მაგრამ თვალები ქონდა სავსე სიყვარულით. აი ეს მახსოვს რომ პირველად გავოცდი ეს რო აღმოვაჩინე. მანამ 9 აპრილი და ეს ამბები დაიწყებოდა, არ გვაძინებდა ღამე მონასტერში.
დაიწყებდა ხოლმე ღამეზარების რეკვას და ყოიროდა თუ რატო გძინავთ საქართველოს სისხლში ეხრჩობოდა ტირო მართლა განიცდიდა. მამა გაბრიელმა სენაკში დაიწყო ცხოვრება. არქიმანდრიტის წოდება კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიანიჭა. 1994 წელს წყალმანკით დაავადდა. ექიმმა ბერ გაბრიელს გამოსაკვლევად სისხლი აუღო. სამწუხაროდ მეორე დღეს ცუდად შეიქმნა და მესამე დღეს მამა გაბრიელი გარდაიცვალა კიდევაც და ეს სინჯარა შევინახეთ, იმიტომ რომ გვინდოდა მიკროანალიზის გაკეთება, მაგრამ უკვე საჭიროც აღარ გახდა და დაგვავიწყდა კიდევაც მისი არსებობა და 4 წლის შემდეგ შემთხვევით ჩემმა კოლეგამ თავის უჯრაში ნახა ეს სინჯარა და აღმოაჩინეთ, რომ სინჯარაში სისხლი იყო აბსოლუტურად უცვლელი, არც გაიხსნა, არც დაიშალა, არც ლაბორატორიულად ერთი წვეთი ამოვიღე და შევამოწმე და როგორც ახლად აღებული სისხლი იყო. ახლა სისხლი მონასტერში ინახება. სწორედ მისი სისხლის და საფლავზე ანთებული კანდელის ზეთის სასწაულმოქმედებას უკავშირებენ მორწმუნეების სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებას. ჩვენ ორ მათგანს ვესაუბრეთ. ივანე ცილიკიშვილს 11 წლის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზი იყო თვლის ტვინის ტოტალური ფიბროზი. ლაპარაკიც აღარ შემეძლო. 3-4 კომაში ვიყავი. მამა გაბრიელის საფლავზე წამიყვანეს. და დედაპარასკევან სინჯარა ამოიღო, მამა გაბრიელის უხსნელის სისხლის სინჯარა ამოიღო და აი ხელი ხო დაგბუჟებია, თან ცუდა დაგიდვია თავ ქვეშ ან რაღაცა და ეს რომ სისხლიო დაიწყებს მოძრაობას ხო რაღაცა უსიამოვნო. აი ესეთი შეგრძნება დაიწყო ფეხის თითებიდან და ამოვიდა თავში ეს. ხელმოგიდებული შემოყვანეს. გამოვედი ჩემ. მეორე სტადია, მეორე ავადმყოფობის ისტორიას გვაჩვენებს ლუბას ხირტლაძე, რომელიც 13 წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებას, რწმენას და მამა გაბრიელის ზეთს უკავშირებს. მამა გაბრიელის ზეთი რახან ვიხმარე, მე არ არსებობს ვარ მოვჩე, იცით ეს როგორ არის, იცით ჩემში? აი არა მჯეროდა რომ ეს აუცილებლად მიშველიდა. 2014 წელს შობის დადგომამდე მამა გაბრიელის საფლავზე ულევი ხალხი მივიდა. მცხეთაში იმ დღეებში მოხვედრა მხოლოდ ფეხით შეიძლებოდა. ინტერნეტში გავრცელდა ცნობა, რომ მხოლოდ ერთ დღეში 4 მილიონამდე სანთელი გაიყიდა. ინფორმაცია, რომ დედა პარასკევას სიზმარში წმინდანი გამოეცხადა და საფლავზე მისულებს 2 სურვილის შესრულება აღუთქვა, თავად დედა პარასკევამაც უარყო. საპატრიარქოში ახლაც ვარაუდობენ, რომ საფლავის გახსნისას მორწმუნეები მიახლოვებას ეცდებიან და მათ თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. საფლავის გახსნის დროს, ესე იგი, ვინ დადგება ეზოში, ის მიიღებს კურნებას და ვინც იცხოვრებს ზუგდიდში თუ ლაგოდეხში თუ სხვაგან, ის არ მიიღებს კურნებას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მცდარი აზრი, ეს არის მცირედ მორწმუნეობა. დღეს სამების საკათედრო ტაძარში საფლავის გახსნის თარიღად 22 თებერვალი დაასახელეს. წუხელის ვესაუბრები წმინდას. საავადმყოფო ჩაბას გაიხსნება. ვისაც უნდა მიახლება მის წმინდა ნაწილებთან, შეიძლება იმ დროიდან მიიღოს ლოცვა-კურთხევა. ძალიან ბევრი ხალხი იქნება, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ სახელმწიფო დაგვეხმარება, რომ მოგლოცველებს ყველამ არ შეეშალეთ რაღაც ტერიტორიიდან გადაკეტილი იქნება ფეხით მოგიწევთ მისვლა მოგლოცველებს. საფლავის გახსნისას შემოწმდება უხრწნელია ბერის სხეული, თუ წმინდა ნაწილები ძვლების სახითაა შემორჩენილი. გვამის უხრწნელობა საეკლესიო კანონმდებლობის შესაბამისად არ არის ერთადერთი მტკიცებულება ადამიანის წმინდანობის. აქ მრავალი კრიტერიუმი განსაზღვრავს ამას, ასე რომ ჩვენც დიდი მოლოდინით ვართ გაწყობილი ველოდებით რა დაგხვდება და როგორ იქნება იქ ყველაფერი. მორწმუნეები ახლა მამა გაბრიელის საფლავის გახსნას ელიან. აქ იქნება ისეთი საოცარი მთელი საქართველოს ზეიმი, რომ აი ფიზიკურად მოახლებას აქვე როგორ შეძლებთ, ეგ ცოტა ძნელი წარმოსადგენი. მე აქედან ისეთი დაჯერებული მივდივარ, ასე მგონია უკვე ყველაფერი პრობლემები მომეხსნება. იმდენად დაჯერებული ვარ.